პრეზიდენტი ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე სამართლიანად არის გაბრაზებული. ეს კომენტარი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. მარკო რუბიოს თქმით, ეს ხალხისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენსაც ხშირად აბრაზებდა. სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მადლიერების ნაცვლად ვაშინგტონისგან მუდმივად რაღაცას ითხოვდა. მარკო რუბიომ რუსეთთან დიალოგის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის თქმით, მოსკოვი გლობალურ ძალას წარმოადგენს და მასთან კომუნიკაციის არქონა არაგონივრულია. პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკიზე გაბრაზებულია და ვფიქრობ სამართლიანადაც. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯო ბაიდენიც გაღიზიანებული იყო ზელენსკით. გვახსოვს სტატიები, სადაც ეწერა, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონზე საუბრისას ლანძღავდა. ეს იმიტომ, რომ მადლიერების ნაცვლად ზელენსკი მუდმივად რაღაც ახალს ითხოვს და იმაზე მიუთითებს თუ რა არ გავაკეთეთ. პირადად მეც ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან მე და ვიცე-პრეზიდენტსაც მქონდა საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან სასარგებლო წიაღისეულზე. ჩვენ მათი ქვეყნისგან რამის მოპარვა კი არ გსურს, არამედ ერთობლივ საწარმოს ვთავაზობთ და ვფიქრობ, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ როგორც უკრაინის პარტნიორი ეკონომიკურ საქმიანობაში იმ 200 მილიარდი დოლარის ნაწილს დავიბრუნებთ, რაც ამერიკელმა ხალხმა გაიღო. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ამ ქვეყანას. მათი რეაქციები კი საწყენია. უნდა ვხედავდეთ მადლიერებას, რის ნაცვლადაც ისინი პრეზიდენტ ტრამპს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი ტრამპი ამას არ მოითმენს. მან ეს მკაფიოდ განაცხადა. პრეზიდენტი ტრამპი არის ერთადერთი გლობალური ლიდერი, რომელსაც აქვს შანსი, რომ ეს ომი დაასრულოს. სხვა ვერც ერთი ლიდერი ვერ შეძლებს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას. ომს ვერ დავასრულებთ, თუკი ყველა მხარე არ იქნება ჩართული ამ პროცესში. გარკვეულ ეტაპზე ყველა მხარესთან კომუნიკაცია იქნება საჭირო, თუმცა ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ. ჩვენ უნდა შევძლოთ დიალოგი რუსეთთან, რადგან მოგწონს თუ არა, ეს არის გლობალური ძალა. ცივი ომის ყველაზე მწვავე პერიოდშიც კი შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ჰქონდათ კომუნიკაცია.